მორჩილებისათვის გვირგვინოსანისა. ღვთის სულიერნო შვილნო ეკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, გარდა მოვხეთ ზეცით, არა რათა ყონება ჩემი, არამედ ნება მამისა ჩემისა. და საღმრთო მოციქული ეტყვის ქრისტესათვის, დაიმდაბლა თავი თვისი და იქნა იგი მორჩილ, ვიდრე სიკვდილადმდე და სიკვდილითა მით ჯვარისაითა. საყვარელნო, ჭეშმარიტი მორჩილება მამისა სულიერისა, ქრისტეს მსგავსება არს, ვით არცა წერილ არს იესოსთვის, ვით არამედ და იყო დამორჩილებულ მათ და ამისთვის მორჩილება კეთილი ღმრთისა მიერ პატივცემულ არს, ანგელოსთაგან საქებელ და კაცთა მიერ სანადრელ და წმინდათა მოწამეთა თანა აქვს გვირგვინი. რამე თუ იყო ვინმე ბერი, წმინდა და ღმერთშემოსილი და მრავალგზის საკვირველებათა მხილველი. დღესა ერთსა ილოცვიდა რა სანატრელი იგი, აღიტაცა გონებითა და იხილა 4 მწყობრი წმინდათა კაცთა, ცათა შინა დიდითა დიდებითა და ბრწყინვალებითა განათლებულნი. და ჰკითხა ანგელოსსა, რომელიც დგა მახლობელად მისსა მეყველმან. ვინ არიან წმინდანი ესე, მომითხარ, გევედრები ღვთისათვის. და რქვა ანგელოსმან. ერთი მწყობრი არს, რომელნი უძლურებასა შინა არიან და მადლობითა ღვთისათა ითმენენ და რომელნი უძლურთა მსახურებენ, ვით არცა იტყვის უფალი, უძლურ ვიყავდა მიხილეთ მე. მეორე მწყობრი არს მათი, რომელნი უცხოთა და გლახაკთა შეიწყნარებენ, ვით არცა იტყვის, უცხო ვიყავდა შემიწყნარეთ მე. მესამე მწყობრი არს, რომელნი მარადის ილოცვენ ღვთისა მიმართ, ვით არცა იტყვის მოციქული, მოუკლებლად ილოცვიდით. ხოლო მეოთხე მწყობრი არს მათი, რომელნი ჭეშმარიტნი მორჩილნი არიან მამისა მათისა სულიერისა, ვით არცა იტყვის და ემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა. მიუგო ღირსმან მან ბერმან ანგელოსსა და რქვა. რაისათვის მეოთხე ესე მწყობრი უმეტეს არს სხვათა მათ დიდებითა და ბრწყინვალებითა. რამე თუ ჰმოსიეს მანიაკი ოქროისა და ზოსტერი ოქროისა და გვირგვინი შვენიერი. რქვა მას ანგელოზმან, ამისთვის რამე თუ სხვანი იგი თავისი ვენებითა ყოფენ სათნოებასა და სათნო არს წინაშე უფლისა. გარნა მორჩილება, სხვისანების არს მყოფელი და მოწამეთა თანა აქვს გვირგვინი ღვთისა მიერ. ესე რა ესმა წმინდა სამას ბერსა, მოეგო თავსა თვისა და ადიდებდა ღმერთსა. ამისთვის გლოცავდა გევედრები ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ უცილობელი და უდრტვინველი მორჩილება მოძღვრისა და მამისა ჩვენისა სულიერისა. რამე თუ მათი მორჩილება ჭეშმარიტებით ღმრთისა მორჩილება არს და მოწამეთა თანა აქვს გვირგვინი უოხჭნო. რამე თუ ქრისტეს მცნებისათვის და იესოს სიყვარულისათვის დაემორჩილება მოწაფე მოძღვარსა, სწავლასა ზედა სულიერსა და კეთილსა და არავნებასა. მორჩილებასა არა მას ვიტყვ, რომელიც ცოდვისათვის იყოს წარსაწმენდელად სულისა, ნუ იყოფინ, რამე თუ წერილ არს. მორჩილება ჯერ არს ღვთისა, ვიდრეღარა კაცთა ამაოთა. არამედ მორჩილებასა ვაქებ ჭეშმარიტსა, კაცთა მიმართ სულიერთა და მოძღვართა სახიერთა მასწავლებელთა კეთილისათა, საცხოვრებლად სულისა ჩვენისა და გვირგვინისა მინიჭებად სულთა მათთასა. ჰეგევედრები ქრისტეს მოყვარენო, ესე ვით არის მორჩილება მოვიგოთ, მეუფესა ჩვენსა მსახურებდეთ და წმინდათა მოწამეთა შორის გვირგვინითა ბრწყინვალითა შემკობილნი სატიკობდეთ განათლებულნი და ყოველთა წმინდათა თანა დღესასწაულობდეთ, რომელთა მორჩილებითა დაიმკვიდრეს ზეცისა სასუფეველი. ჩვენცაც მანო, ყვალსა მათსა შეუდგეთ და სრბა ჩვენი კეთილად აღვასრულოთ და მათ თანა სავანეობასა ღირს ვიქმნეთ და საუკუნოდ ვიხარებდეთ, მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, თანა მამით და სულით წმინდით ურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.